სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. გვიახლოვდება შობის მარხვის დღეები. მარხვა სინანულის გარეშე არ არსებობს ისე როგორც არც ერთი დღე ქრისტიანი ადამიანის ცხოვრებაში არ უნდა იყოს სინანულის გარეშე და მამხილებელი ჩვენი ცხოვრების წესისა არის საკუთარი სინდისი. თუ ადამიანს სინდისი გააჩნია, ცოდვას მის მიერ ჩადენილს ყოველთვის ამხელს სინდისი. ხოლო თუ სინდისი დაკარგა ადამიანმა, იგი გახდება უსინდისო და ბუნებრივია. ის ვერ ცოდვას დაინახავს და არც დარდობს ამას. თუ როგორი უნდა იყოს სინანულე, როგორ უნდა აღესრულოს იგი ღმერთის წინაშე, რათა შესაბამისი ჯილდო მოიყოს თითოეულმა ადამიანმა სული საცხოვნებლად. ამის შესახებ შესანიშნავად ძანებს მინდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი, რომლის სიტყვასაც მე წავიკითხავთ. თუ ახლა არ გავიხსენეთ საკუთარ ცოდვებს, არ შევინანებთ მათ, მაშინ საიქიოში ისინი თვალწინ დაგვიდგებიან მთელი სიცხადით და სიშიშვლით. ჩვენ კი ამაოდ და ფუჭად დავიწყებთ გლოვას. საიდან ჩანს ეს? წინასწარ მეტყველთა და სახარებისეული გამონათქვამებიდან. მაგალითად, წინასწარ მეტყველი მიმართავს უფალს. ჯოჯოხეთსა შინა ვინ აღგიაროს შენ. არა იმიტომ, რომ საიქიოში აღარ განვადიდოთ ღმერთი, არამედ იმიტომ, რომ ამაოდ დავშორებით. ქრისტემაც იგივე გვასწავლა, იგავით მდიდრისა და ლაზარის შესახებ. ცოდვილნი მართალია ნანობენ ცოდვებს, მაგრამ ეს მათ სულაც არ რგებთ ცეცხლის ალის ჩასაფრობად, რადგან ასეთი სინანული დაგვიანებულია, სანახაობა და ბრძოლა დასრულდა, ასპარეზობის ადგილი დაცარიელდა. ამიტომაც შეგაგონებთ, გევედრებით, გთხოვთ, აქ იგლოვეთ და იდარდეთ ცოდვებზე. დაე აქ გვატკინონ გულის სიტყვებმა, რათა იქ არ გვეშინოდეს ჩადენილისა. დაე აქ მოგვაყენოს წყენა საუბარმა, რათა იქ არ დაგგანჯოს შხამიანმა მატლმა. დაე აქ დაგწვას მხილებამ, რათა იქ არ დაგვბუგოს გეენიის მყურვალებამ. აქ მგლოვარენი, იქ ნუგეშინისცემული ქმნებია. ისინი კი, ვინც აქ მხიარულობს, იწინის და ცოდვებზე არ ნაღლობს, ვერ ასწდება მოთქმა გოდებას და კბილთა ხრჩენას. ეს სიტყვები მეკუთვნის არა მე, არამედ უფალს, რომელიც სამომავლოდ გამრჩის. ნეტარიყვნენ მგლოვარენი გულითა, რამე თუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ. ვაი თქვენ და რომელნი იცინით აწყ, რამე თუ იგლოვდეთ და სტიროდით. განა გაცილებით არ ჟობს დროებითი შემოსრულებისა და გლოვის სანაცვლოდ მივიღოთ უკვდავი სიკეთენი და დაუსრულებელი სიხარული, ვიდრე სიცილში გამვლოთ ეს ხანმოკლე დროებითი ყოფა და განვიდეთ ამ ქვეყნიდან, რათა სამარადისოდ დავისაჯოთ. მაგრამ გცხვენია, გერიდება შენი ცოდვების აღიარება? საჯაროდაც რომ იყოს საჭირო მათი გამხელა გაცხადება, მაშინაც არ უნდა შეგცხვეს. სათაკილოა ცოდვის ქმნა და არა მისი აღიარება. ვიცი რომ სინდის არ უყვარს საკუთარი ცოდვების მოგონება. როგორც კი მათ გახსენებას დავიწყებთ, გონებამ ის გაუხედნავი და მოურჯულებელი ულაყივით გადახტება სხვა რამეზე. მაგრამ მოთოკე იგი გახედნე და უყვავე, დაამშვიდე და დაარწმუნე, რომ თუ არ აღიარებს ცოდვებს, ამჟამად მათი აღიარება მოუწევს იქ, სადაც საშინლად დასჯია და მეტად აყრიან პატივს. აქაურ სამჟავროს მოწმენი არ ახლავს. შენ, შემწოდებელი, თავად ხარ საკუთარი თავის მსაჯული. იქ კი ყოველივე მოხდება მთელი სამყაროს თვალწინ. თუ კი წინასწარ აქვე არ ჩამოირეცხავ ცოდვებს და გრცხვენია მათი აღიარება, გრცხვენოდეს ცოდვების ჩადენისა. ჩვენ მათ ხომ თამამად და უცბად ვიქმთ, ხოლო როცა აღიარებაა საჭირო, გვერიდება, ვაყოვნებთ. არადა ამას ხალისით უნდა ვაკეთებდეთ. საკუთარ ცოდვათა დაგმობა არის არა სამარცხვინო, არამედ მართალი და კეთილი საქმე.
წინააღმდეგ შემთხვევაში ღმერთი მისთვის ჯილდოს არ დაგვიწესებდა და რომ აღსარებისათვის არსებობს ჯილდო, მოусმინე უფალს. იტყოვდე შენ უსჯულოებათა შენთა პირველად, რაითა განმარტოვე. ვის შერცხვება იმ საქმისა, რისი წყალობითაც განმართვდება. ვინ ითაკილებს ცოდვათა წარსახოცად მათ აღიარებას, თუ იმისათვის გვავალებს ღმერთი აღსარებას, რომ დაგვსაჯოს. გვავალებს არა დასასჯელად, არამედ მისატევებელად. ხილულ სამშავროზე დანაშაულის აღიარებას დასჯა მოსდევს. ამიტომაც წუხს ფსალმუნდ გალობელი, რომ ვინმემ აღსარების შემდგომი დასჯის შიშით არ დამალოს ცოდვები. აუარებდით უფალსა, რამე თუ ტკბილარს, რამე თუ უკუნისამდიარს წყალობაი მისი. რომც არ აღიარო, განა ღმერთმა არ უწყის შენი ცოდვები. რას მოიგებ არ აღიარებით, შეძლებ კი მათ დამალვას. უფალმა ისედაც იცის რა დააშავე, მაგრამ შენგან აღიარების შემთხვევაში მათ დაივიწყებს. მე ვარ იგივე აღმხოცელი უსჯულოებათა შენთა და ცოდვათა შენთა და არა მოვიხსენე. ხედავ, გვეუბნება იგი, არა მოვიხსენებ, რადგან ეს არის კაცთმოყვარება, ხოლო შენ მოიხსენე, რათა გამოსწორების სურვილი აღგეცრას. მაშინ მოუხმოთ საკუთარ სინდის და ჩადენილ საქმეთათვის პასუხი მოვთხოვოთ სიტყვით, საქმით და აზრებით. გამოვიძიოთ, რა გამოვიყენეთ საჭიროებისამებრ, რა ჩვენ და საზიანოდ, რა ვთქვით სალანძღავი, უშვერი, საწყენი, რომელ გულის სიტყვას ავყევით და მზერა მოგვტაცა უხამსობამ. ჩვენთვის საზიანო, რომელი აზრი განვახორციელეთ ხელით, ავამოქმედეთ ენით, ან თვალით. შემდეგ შევეცადოთ, თავი შევიკავოთ უჯერო ფლანგვისაგან და ფუჭად დახარჯულის სანაცვლოდ შევიძინოთ სხვა რამ. ფუჭ მეტყველების მაგიერ ვილოცოთ, ურცხვად თვალიერების ნაცვლად მოწყალება გავიღოთ, მარხვა დავიცვათ, თუ უგუნურად განიევებას მივყოფთ ხელს, არაფერს შევიძენთ და არ მოვაგროვებთ საუნჯეს. მივალთ უკიდურეს სიღატაკემდე და ჩვენ და შეუმჩნევლად თავს მარადიულ ცეცხლოვან სატანჯველში ჩავიგდებთ. მას მოვთხოვოთ საკუთარ თავს ანგარიში იმისა, რაც მოვიმოქმედეთ, ან წარმოვთქვით დღის განმავლობაში. ასე მოვიქცეთ მწუხრზე, ვახშმის შემდგომ, როცა სარეცელზე წოლიარეთ, არავინ გვაწუხებს და გვაშფოთებს. თუ შევნიშნავთ რაიმე ცოდვას, დავისაჯოთ სინდისი, გავკიცხოთ გონება, შევინანოთ გულით ისე ძლიერ, რომ სარეცელიდან ამდღათ გვახსოვდეს წუხრის განკითხვა და ვეღარ გავბედოთ ცოდვის იმავე უფსხრულში დანთქმა. ეს დრო, რომ ყველაზე ხელსაყრელია, ამგვარი ანგარიშგებისათვის მოусმინე წინასწარ მეტყველს. რა ის თქვათ, გულთა შინა თქვენთა, სარეცელთა ზედა შეინანეთ. დღისით ბევრ რამეს ისე არ ვაკეთებთ, როგორც გსურს. მეგობრებიც გვაწუხებენ, მსახურების თავს გვაბეზრებენ, ცოლიც გვაბრაზებს, შვილიც გულს დგენს. გარს გვახვევია უამრავი ყოფითი და საზოგადოებრივი საქმე. ამდენად ვეღარ ვახერხებთ ფრთხილად ყოფნას, რათა რამე არ დავაშავოთ, მაგრამ წუხზე ამ ყოველივესაგან განთავისუფლებულებმა და საკუთარ თავთან დარჩენილებმა ვისარგებლოთ სრული სიმშვიდით და სარეწელზე მოვიწყოთ სამჟავრო ღვთის ღვმობიერ საყოფად. ხოლო თუ ნიადაგ შევწოდავთ, ვავნებთ საკუთარ სულს, მაგრამ არასდროს გავაცნობიერებთ ამას. დავემსგავსებით ადამიანებს, რომლებიც ხშირად ყურადღებას არ აქცევენ საკუთარ ჭრილობებს, რის გამოც ცნეულდებიან და მტანჯველი სიკვდილი მოელით. ჩვენც ასევე მოვიწევთ გარდაუვალ სასჯელს მუდმივი გულგრილობით. ჩვენ გულმოწყალე მეუფე გვყავს, რომელიც მხოლოდ საბაბს ეძებს თავისი კაცთმოყვარების მყისვე გამოსავლენად. მაშრა კი ვიცით, რომ ღმერთი აკეთებს ყველაფერს, არ იშურებს ზალღონეს სასჯელისა და წამებისაგან ჩვენს განსათავისუფლებლად, მეტი საბაბი მივცეთ საამისოდ. ვთქვათ აღსარება, შევინანოთ, დავღვაროთ ცრემლი, ღმერთს ვევედროთ მოყვასისათვის, დავიწყროთ მასზე რისხვა და შევეწიოთ სიღარიბეში. ვილოცეთ მღვიძარებით, ვიყოთ დაბლად მზრახვეონი. მუდამ გვახსოვდეს საკუთარი ცოდვები.
რადგან თქმა მე ცოდვილი ვარ საკმარისი არ არის. საჭიროა თავად ცოდვათა მათ თავისებურებათა არ დავიწყება. ჯაგანარში ჩავარდნილი ერთი ნაკვერჩხალიც კი ადვილად გადაბუგავს მას, გონებაც ასეა. ცოდვების ხშირი გახსენებით იგი იოლად აღმოფხრის და წარხოცავს მათ. ხოლო ღმერთმა ურჯულოების მძლეველმა და უსამართლობის შემოსვლელმა დაეგვიხსნას ცოდვათაგან და ღირს ყოლს ეციური სასუფეველისა. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ მე ცოდვილი ვარ, ეს არ არის საკმარისი, იმიტომ რომ ის თვითონ ამბობს ასე. აბა ვინმე უთხრას მას, რომ ცოდვილი ხარ, ჩადენილი ცოდვის გამო. როგორ აინთება მაშინვე, როგორ აღიზრება მაშინ სიამაყე, პატივმოყვარეობა და მზად არის, რომ საპასუხოდ ისეთი რამ აკადროს და შეურაცხყოფა მიაყენოს ადამიანს, რომ მისი სიმდაბლე ხისვე გაქრება. თუ დავაკვირდებით ჩვენც ასე ვართ. საკუთარ თავზე კი ვამბობთ ესე, რომ ცოდვილი ვართ, მაგრამ სხვა რომ გვეთქვის ეს ძალზე რთულია, რომ მოვითმინოთ. ანუ მარხვის დღეები არის ჩვენი განსაკუთრებული გამოცდის დღეები. შევეცადოთ, რომ სიმდაბლე მოვიპოვოთ. სიმდაბლე წარმოშობს სინანულს. ამ ადამიანს არავითარ შემთხვევაში არ ექნება სინანული. გამორიცხულია, რომ სინანული გააჩნდეს ამ ადამიანს. ანუ სიმდაბლე წარმოშობს სინანულს, სინანული კი იქნება შემდეგ გულწრფელი და ასეთი სინანული სათნო ეყოფა ღმერთს. ძალზე რთულია, რომ აღვასრულოთ ღვთის წინაშე გულწრფელი სინანული. მაგრამ ჩვენი მიზანი ხომ ეს არის, რომ ცხონდეთ. ცხონებისათვის უნდა ვიღვაწოთ და ვიშრომოთ. ესე რომ გისურვებთ, რომ ღირსეულად გაგელოთ ეს მარხვის დღეები და ოდნავ მაინც წინ წავწეული ყავით სულიერ ცხოვრებაში. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგონოთ.